იმნი შესრულდება პრეზიდენტის სასახლეში, სწორედ მიმდებარე ტერიტორიიდან გვერდდება შორენა კოპალეიშვილი პირდაპირ ეთერში. გიერთდებით ათონელის ქუჩიდან და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ეროვნულ დღესასწაულს, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება. რაც შეეხება დედაქალაქს, შეიძლება ითქვას, რომ მე ახლა ვიმყოფები დღევანდელი დღისადმი მისვლელი ღონისძიებების ეპიცენტრში, სადაც ღონისძიებები სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო 12 საათიდან. მერწმუნეთ, აქ მოსულ არა მარტო პატარებს, არამედ უფროსებსაც გელოდებათ დროში მოგზაურობა და დაუვიწყარი თავგადასავალი. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიიღებთ მათთან ერთად მონაწილეობას აქ წარმოდგენილ შემეცნებით გასართობ კულტურულ საგანმანათლებლო აქტივობებში, მათ შორის სპორტულ ღონისძიებებში, დაესწრებით მასტერკლასებს. თქვენ აქ ასევე გელით ერთი განსაკუთრებული კონცერტი, სადაც მოისმენთ ხმებს მომავლიდან საბავშვო სტუდიების მონაწილეობით. ასევე ერთი პატარა ჯადოსნური ეკრანი, სადაც პატარებთან ერთად შეძლებთ დაესწროთ კინოსეანს და იმოგზაუროთ ქართული ანიმაციის ისტორიაში. რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე არჩეულის რაპრის გმირების გარეშე, რომლებიც აქ მთელი დღის განმავლობაში ივლიან და პირადად შეხვდებიან პატარებს და არა მარტო მათ. აი ასეთი საზეიმო ღონისძიებები გელით ათონელის ქუჩაზე, სადაც ახლა მე ვიმყოფები, ასე რომ შემოგვიერთდით იმისთვის, რომ ნამდვილ დღესასწაულად აქციოთ ეს დღე, რომელიც ჩვენია. ძალიან მომწონს აქაურობა, დღეს უნდა ვიმღერო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიმღერა საქართველო ჩვენია და ულოცავ მთელ საქართველოს ამ მშვენიერ დღეს. გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, მე შეგისრულებთ სიმღერას, რომელსაც ქვია მზე. მე უნდა ვიმღერო დღეს, ძალიან მომწონს საქართველოს დამოუკიდებლობის ეს ზეიმი, გარემო და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ. ყველას ულოცავთ დღევანდელ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ნამდვილად მთელი ქვეყნისთვის, უფროსებისთვის, პატარებისთვის, მომავალი თაობისთვის და ყველას აბსოლუტურად ვუსურვებ დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრებას და მუდამ გვეზეიმოს. აი ასეთი საზეიმო განწყობა ათონელის ქუჩაზე, ასე რომ გელოდებით შემოგვიერთდით პატარებთან ერთად იმისთვის, რომ ერთად აღვნიშნოთ საზეიმოდ დამოუკიდებლობის დღე.